საღამო მშვიდობისა. 12 ივლისს საქართველოში გაიმართება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური. ეს ქართული დემოკრატიისათვის ახალი გამოწვევაა. ასეთ შეიძლება ითქვას. არჩევნებამდე 3 დღით ადრე შერატონ მეტეხი პალაციდან საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFS, ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო USAID და საზოგადოებრივი მაუწყებლობა ერთობლივი ძალისხმევით გთავაზობ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გასულ მერობის კანდიდატთა ტელედებატს. დღეს ჩვენ მოგვეცემა საშუალება მოусმინოთ თბილისელების მიერ რჩეულ მერობის ორ კანდიდატს, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში დააგროვეს ხმათა მეტი რაოდენობა. დღეს ისინი კვლავ წარმოსდგებიან ჩვენს წინაშე და უპასუხობენ კითხვებს. თქვენ კი ძვირფასო თბილისელებო საშუალება მოგეცემათ კიდევ ერთხელ შეაფასოთ მათი კომპეტენცია და გულწრფელობა. ეს დაგეხმარებათ თქვენ 12 ივლისს სწორი არჩევანის გაკეთებაში. მაშასე თქვენს წინაშეა თბილისის მერობის ორი კანდიდატი. კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი დავით ნარმანია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელია. გთხოვთ ბატონებო. გამარჯობათ. მოგესალმებით. ბატონ დავითს განსაკუთრებული სალამი. გთხოვთ დაიკავოთ ადგილები. დღევანდელ ტელედებატებში მონაწილეებს კითხვებს დაუსმევენ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და თბილისში არსებული საერთო მაუწყებლის ლიცენზიის მქონე ტელევიზიების ჟურნალისტები. ისინი თქვენს წინაშე არიან. ახლა მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ დღევანდელი ტელედებატის რეგლამენტი, რომელიც შეიმუშავეს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის ექსპერტებმა. ტელედებატი 4 ეტაპისაგან შედგება. მერობის კანდიდატთა შესავალი სიტყვა, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე კანდიდატთა პასუხები, კანდიდატთა ურთიერთდასმული კითხვები და კომენტარები და ბოლოს დედაქალაქის მერობის კანდიდატთა დასკვნითი შემაჯამებელი სიტყვა. მერობის კანდიდატთა შესავალ სიტყვას დაეთმობა 3-3 წუთი. შემდეგ ყველა ჟურნალისტს ექნება თითო შეკითხვის დასმისათვის გამოყოფილი 1 წუთი. თითოეული კანდიდატს თითო კითხვაზე საპასუხოდ გამოეყოფა 2-2 წუთი. შემდგომ მერობის ერთი კანდიდატი 1 წუთის განმავლობაში ოპონენტს დაუსვამს კითხვას. ოპონენტი კი 2 წუთის განმავლობაში პასუხს გასცემს მას. რასაც მოყვება კითხვის ავტორის 1 წუთიანი რეპლიკა, რომელსაც უპასუხებს ოპონენტი, ასევე 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ მეორე კანდიდატს ექნება კითხვის დასმის, პასუხის მოსმენის და 1 წუთიანი რეპლიკის თქმის საშუალება და ასე შემდეგ. დებატი კი დასრულდება მერობის კანდიდატების მიერ 2-2 წუთიანი შემაჯამებელი სიტყვით. დროის ათვლა მოხდება თაიმერზე, რომელიც კანდიდატებს და ჟურნალისტებს მიანიშნებს, რომ კითხვის დასმისათვის თუ პასუხის გაცემისათვის განკუთვნილ დროის ამოწურვამდე დარჩენილია 10 წამი. შემდეგ კი გაიჟღერებს დასრულების სიგნალი და გამომსვლელს მიკროფონი გაეთიშება. დიდი მადლობა ტელედებატების ორგანიზატორებს, მერობის კანდიდატებს, მოწვეულ ჟურნალისტებს და ახლა დავიწყოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დედაქალაქის მერობის კანდიდატთა მეორე საარჩევნო ტურის დებატი. სიტყვას გადავცემ კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს ბატონ დავითს. ბატონი დავითი პირველად მიიღებს სიტყვას, იმიტომ რომ ჩვენ წინასწარ ჩავატარეთ კენჭისყრა და პირველი იქნება ის. შემდეგ რიგითობა შეიცვლება. გთხოვთ ბატონო დავით. მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგანს მივესალმები ტელემაყურებლებს. ჩვენ ძალიან საინტერესო არჩევნების წინაშე ვდგევართ. ეს არის დემოკრატიული არჩევნების მეორე ტური, რომელიც ჩვენს მიერ დაწყებულმა დემოკრატიულმა ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელმა და სისტემამ მოიტანა, რომლის დანერგვაც ჩვენ დავიწყეთ. ჩვენ ძალიან საინტერესო წინასაარჩევნო პროგრამა შევიმუშავეთ და ეს წინასაარჩევნო პროგრამა თითოეულ იმ პრობლემას ეხმიანება, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს და ასევე დედაქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული. მე მის ძირითად მიმართულებებს გაგაცნობთ გამომდინარე დროითი ფორმატიდან. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თბილისი გახდება რეგიონის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ცენტრი და ეს არ არის თვითმიზანი.
ამ ცენტრად გახდომის შემდეგ თბილისში გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ჩვენ 100 მილიონ ლარზე მეც დავხარჯავთ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. თბილისში აშენდება ახალი საბავშვო ბაღები, განსხვავებით წინა ხელისუფლების პირობებში გაყიდული 50-მდე საბავშვო ბაღისგან. თბილისი გახდება რეგიონის ახალგაზრდული ცენტრი და ამისთვის სპეციალურად აშენდება ახალგაზრდული ცენტრის შენობა, სადაც ახალგაზრდებისთვის თვეში ერთხელ მინიმუმ ძალიან საინტერესო ახალგაზრდული ღონისძიებები განხორციელდება. ჩვენ თითოეული ადამიანს დავეხმარებით, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება. ამისთვის გავაორმაგებთ კომუნალური ვაუჩერების პროგრამას და ნაცვლად 250 ლარისა ისინი 500 ლარს მიიღებენ დედაქალაქის ბიუჯეტიდან. იგივე კატეგორიის ადამიანები, ანუ სოციალურად დაუცველი ადამიანები, უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით. ჩვენ დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესების თვალსაზრისით ვიზრუნებთ ოჯახებზე და მესამე შვილის გაჩენის შემთხვევაში ოჯახები 800 ლარიან მხარდაჭერას მიიღებენ, მეოთხე შვილის შემთხვევაში ისინი მიიღებენ 1000 ლარიან შემწეობას, მეხუთე და შემდეგი შვილის შემთხვევაში მიიღებენ 1500 ლარიან შემწეობას. ჩვენ ვიზრუნებთ იმ კატეგორიის ადამიანების მხარდაჭერაზე ჯანდაცვითი თვალსაზრისით, რომლებიც საჭიროებენ დამატებითი მედიკამენტების დაფინანსებას, დამატებით სამედიცინო შემოწმებებს, დამატებითი ოპერაციების დაფინანსებას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი საყოველთაო დაზღვევის პროგრამა განხორციელდა და იმის ზემოთ საჭიროებები, რაც არსებობს მოქალაქეების მხრიდან, ამაზე ვიზრუნებთ აქტიურად. თბილისი გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ქალაქი და თბილისი იქნება სოლიდარული ქალაქი. ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული კატეგორიის ოჯახი, რომელსაც მხარდაჭერა ჭირდება დედაქალაქის მერიიდან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში იყოს მხარდაჭერილი. არც ერთი ადამიანი არ დარჩება ყურადღების მიღმა, მერს და გამგებლებს ექნებათ მოქალაქეთა მიღების დღეები და უშუალოდ მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ ყველა ძირითად გადაწყვეტილებას. დიდი მადლობა ბატონო დავით. ახლა სიტყვას გადავცემთ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას. გთხოვთ ბატონო ნიკა. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში მივესალმები ძვირფას თბილისელებს, დამსწრე საზოგადოებას და ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთხელ სამუდამოდ როგორც იქნა შედგა დებატები იმ ტერიტორიაზე, რასაც ნეიტრალური ტერიტორია დაერქვა და მადლობა ბატონო დავით იმისათვის, რომ მივიღე დამატებითი ინფორმაცია, რომ თურმე ჩვენ თბილისში გვაქვს ნეიტრალური ტერიტორია აულობრის სახით, შერატონ მეტეხი პალასის სახით კერძოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დებატები როგორც იქნა შედგა, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ერთსაათიანი დებატები ნამდვილად ვერ გვეყოფა და ხვალ და ზეგ ჩვენ გვაქვს თქვენ იცით ჩვენივად როგორც მე ასევე თქვენ რუსთავი 2-დან ტელეკომპანია იმედიდან მოწვევა, რათა იქ გაიმართოს დამატებითი დებატები და მე ვიტოვებ იმას, რომ თქვენი გამოცხადდებით, არა იმიტომ რომ ჩვენ ვიდებატოთ, მე და თქვენ, არამედ ცეთ პატივი თბილისელებს. რაც შეეხება არჩევნებს, უმნიშვნელოვანესი არჩევნები არის კარსმომდგარი და ამაზე საუბარიც ზედმეტია. ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს და განსაზღვროს თბილისის ბედი მომდენო 3 წლის განმავლობაში. ეს არის არჩევნები, სადაც მარტივი არჩევანი იქნება გასაკეთებელი. არჩევანი უმოძრაობასა და მოძრაობას შორის. არჩევანი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის სასარგებლოდ, ან არჩევანი დამატებითი სამუშაო ადგილების დაკარგვის სასარგებლოდ. არჩევანი პენსიის ვერ გაზრდის სასარგებლოდ, წელს ვერცერთით ვერ იზრდება, ან არჩევანი პენსიის გაზრდის სასარგებლოდ. არჩევანი ქალაქში სოციალურ დაუცველების რაოდენობის შემცირების სასარგებლოდ, ან მისი გაზრდის სასარგებლოდ. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველამ კარგად ვიცოდეთ, მოგწონს არ მოგწონს, ეს არის შემდგარი ფაქტი, უკანასკნელ დღეებში განვითარდა ის მოვლენები, რომ მე როგორც ერთ-ერთი კანდიდატი ვიმოდოვნებდი არ განვითარებულიყო, დაკავებული არის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ჩემი გიგი უგულავას, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მაშინ როდესაც არ იყო ამის არანაირი აუცილებლობა, არანაირი საჭიროება და ეს ყველაფერი ემსახურებოდა მარტივ მიზეზს, რომ სამწუხაროდ ბატონო დავით თქვენთვის ბევრად მეტად ხელსაყრელი პირობები ყოფილიყო შექმნილი. მნიშვნელოვანია, რომ ხარი დაუჭიროთ ჩვენ იმ პროგრამას, რომელსაც მე ვთავაზობ, პროგრამა, რომელიც გაჯერებული არის მზა პროექტებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში გზავრობის საფასურის შემცირების სახით, ქალაქში მიწისქვეშა ავტოსადგომებისა და მიწისზედა ავტოსადგომების მშენებლობის თვალსაზრისით, კომუნალური ხარჯების შემცირების კუთხით, იმ პროექტის განზოგადება, რომელიც თემქის დასახლებაში მეხუთე კვარტალში, მესამე მიკროში და მეოცე კორპუსში ბატონო დავით უკვე განხორციელდა და რეალური სიკეთე მიიღო იქ
იქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა, ეს ის არის, რისთვისაც მოვდივარ. და ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასო თბილისელებო, რომ თბილისს ყავდეს ის მერი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება თქვენთან პირველ რიგში და არ იქნება ანგარიშვალდებული მხოლოდ ერთ ადამიანთან. ან კიდევ უფრო უარესი, დიდი ბოდიში ბატონო დავით, მაგრამ ანგარიშვალდებული არ იქნება რომელიმე ერთ მოადგილესთან, რომელსაც თქვენ აუცილებლად დაგინიშნავენ. ამიტომ ძვირფასო თბილისელებო, გამოცხადეთ ყველან 12 ივლისს და გავაკეთოთ ღირსეული არჩევნები. დიდი მადლობა ბატონო კანდიდატებო. ახლა ჩვენ გადავდივართ შემდეგ კითხვებზე. ამ კითხვებს დასვავენ მოწვეული ჟურნალისტები. ჩვენ წინასწარ გამსაზღვრეთ რიგითობა და ახლა ამ რიგითობის მიხედვით პირველად სიტყვას ვაძლევთ პირველი არხის ჟურნალისტ ქეთევან ბოჯგუას. გთხოვთ. მოგესალმებით ბატონებო, ჩემი შეკითხვა იქნება ორივე თქვენგანის მისამართით და ის შეეხება იმ თბილისისთვის აქტუალურ და ამავე დროს მწვავე და საკამათო საკითხებს, რაზეც შეიძლება მერობის შემთხვევაში თქვენ გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. პირველი, თქვენი მერად გახდომის შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი პოზიცია თბილისში პარკირების სისტემის მოწესრიგებასთან და ამ კონტექსტში City Park-თან დაკავშირებით, როგორც ვიცით, საკრებულოში უკვე გეგმავენ, რომ მოითხოვონ ამ კომპანიის მისამართით არსებული კონტრაქტის გადახედვა. მეორე, როგორი იქნება თქვენი მერად გახდომის შემთხვევაში თქვენი პოზიცია პანორამა თბილისთან დაკავშირებით, რადგანაც ვიცით, რომ ეს პროექტი თაროზე შემოდებულია სწორედ მერიის თანხმობის არარსებობის გამო და მესამე, მერად გახდომის შემთხვევაში, როგორი იქნება თქვენი პოზიცია ვაკის პარკის მიმდებარედ არსებული მშენებლობის თემაზე, როგორც ჩვენ ვიცით, მწვანე აქტივისტები იქ დღემდე აქტიურობენ და აწყობენ აქციებს. დიდი მადლობა. ბატონოებო, შეგახსენებთ, რომ ამისათვის თქვენ გეძლევათ 2 წუთი და ბატონო ნიკა ეხლა თქვენია პირველი სიტყვა. ძალიან დიდი მადლობა. უნიშნულოვანესი პრობლემა არის, რომელიც ნამდვილად აწუხებს თბილისს და ეს ის პრობლემაა, რომლის გადადება დროში წარმოუდგენლად მიმაჩნია. მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის პროგრამაში მოცემული, წელსვე დაიწყოს 4 ავტოსადგომის მშენებლობა. 2 აქედან იქნება მიწის ზედა ავტოსადგომი თანამედროვე და 2 მიწის ქვეშა. ჩვენ დღეს თბილისში გვაქვს ასეთი 2 მიწის ქვეშა ავტოსადგომი, ნამდვილად არ არის საკმარისი. თბილისს ჭირდება 70,000-მდე ავტოსადგომი. ვინაიდან მანქანების სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი და ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელმაც შეიძლება ეს პრობლემა განმუხტოს. ასე რომ ყველაფერი არის მზად, მონიშნული არის ადგილები და ამას ჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება და გამარჯვების შემთხვევაში წელსვე ვიმეორებ 4 ავტოსადგომის მშენებლობა ნამდვილად დაიწყება. ასევე მინდა გავამეხმარო, რომ City Park-თან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ასთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში არის გამოწვეული ამ კომპანიის საქმიანობასთან მიმართებაში, მაგრამ რაზეც ჩემი ოპონენტი საუბრობს, რომ იგი გამარჯვებისთანავე მოახდენს ხელშეკრულების გაწყვეტას და გადახედავს, ვფიქრობ, ეს არის მტკნარი სიცრუე სამწუხაროდ. მე როგორც ერთ-ერთი კანდიდატი, როგორც ამ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანი, რა თქმა უნდა, არა ვარ კმაყოფილი იმით, როგორც საქმიანობს ეს კომპანია, შეიძლება გადახედვა მისი საქმიანობის, მაგალითად ვფიქრობ, რომ დაჯარიმებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები საჯარიმო სადგომზე აღარ უნდა გადაყავდეთ, რაც დამატებით ასე ვთქვათ თანხასთან არის მოქალაქეებისათვის მოქალაქეებთან დაკავშირებული, თუმცა ის რომ ხელშეკრულებას გაწყვეტთ, ბატონო დავით, ეს არის მტკნარი სიცრუე, ვინაიდან თქვენ სახელმწიფოს მიაყენებთ აბსოლუტურად დიდ ზიანს, წააგებთ საერთაშორისო არბიტრაჟში საქმეს, ვინაიდან ეს არ არის ის რისი გაკეთებაც ან თქვენ, ან მე შეგვეძლება. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ კონტრაქტი გაწყდება, ეს არის წარმოუდგენელი, თუმცა კორექტირება აუცილებლად შეტანილი იქნება ჩემი მერობის შემთხვევაში. დიდი მადლობა. გთხოვთ ბატონო დავით. კომპანია City Park-თან სწორედ თქვენი ხელისუფლების პირობებში იქნა გაფორმებული ესეთი კაბალური ხელშეკრულება და ვიცი, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დადგება ქალაქი, მაგრამ ჩვენ კომპანია City Park ძალიან სერიოზულად მოვთხოვთ პასუხს და ძალიან სერიოზულად მოვთხოვთ პასუხს იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ამ ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელი. ამ შემთხვევაში ჩვენ ხელშეკრულებას აუცილებლად გადავხედავთ და რა თქმა უნდა, მათ მოეთხოვებათ ის, რომ დამატებითი პარკირების ადგილები სწორედ თვითონვე ააშენონ თავიანთი ფულით, როგორც მიწისქვეშა პარკირების ადგილები, ასევე მრავალსართულიანი მიწისზედა პარკირების ადგილები. მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც თავი აარიდა ჩემმა ოპონენტმა, ეს უკავშირდება ვაკის პარკში გაცემული მშენებლობის ნებართვას. თქვენი ხელისუფლების პირობებში, ბატონო ნიკანორ, რომელსაც თქვენ დღემდე წარმოადგენს, სწორედ ესეთი უკანონობები ხდებოდა, როცა ამოირიცხებოდა რეკრეაციული ზონები, შესაბამისი წითელი ხაზებიდან და ხდებოდა მშენებლობაზე ნებართვების გაცემა. არაერთი ესეთი პარკია, სადაც უკანონოდ არის
გაცემული მშენებლობის ნებართვები. ამიტომ ჩვენი მმართველობის პირობებში ყველა მწვანე რეკრეაციული ზონა იქნება წითელი ხაზების ქვეშ. დამატებით მოხდება იქ მწვანე ნარგავების დარგვა. დამატებით მოხდება რეკრეაციული ზონების განვითარება. კონკრეტულად ვაკის პარკთან მიმართებაში, რაზეც იყო კითხვა, ჩვენ აუცილებლად დაველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას. იცით თქვენ, რომ საკითხი არის გასაჩივრებული, რა გადაწყვეტილებაც იქნება სასამართლოს მიერ მიღებული, ამას ჩვენ დავექვემდებარებით, მაგრამ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ მომავალში. რაც შეეხება პანორამა თბილისთან დაკავშირებულ საკითხს. ეს არის ის პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას განხილული საზოგადოების ფართო ჩართულობით. აქ უნდა მონაწილეობა მიიღონ გარემოს დამცველებმა, არქიტექტორებმა, ურბანული მემკვიდრეობის სპეციალისტებმა, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებმა და საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა იქნას განხილული. თუ მათი მხრიდან არ იქნება დადებითი დასკვნა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროექტი საერთოდ არ განხორციელდეს. კი ბატონო. შემდეგი კითხვის დასმის უფლება აქვს TV3-ის ჟურნალისტ ნათია თოიძეს. გთხოვთ. მოგესალმებით. ორივე კანდიდატს დავუსვამ კითხვას. პირველი კითხვა ბატონ დავით ნარმანიას. ბატონ დავით, ჩემი კითხვა მდგომარეობის შემდეგში მორატორიუმთან დაკავშირებით მაინტერესებს, როგორც ბატონმა ნიკამ უკვე ბრძანა დაკავებულია მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური დაკავება და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დადებითად იმოქმედოს თქვენს რეიტინგზე. როგორი იქნება თქვენი პასუხი, დაირღვა თუ არა მორატორიუმი და თქვენი რეიტინგი ამ დროს საჭიროებს თუ არა ასეთი სახის დაკავებებს და ბატონო ნიკოლოზ, თქვენთან მექნება ასეთი კითხვა. გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი ბრალდება მის წინააღმდეგ არის ოფშორული ზონებიდან და ოფშორული კომპანიებიდან შავი ფული შემოდინება თქვენი პარტიის ანგარიშზე. იხარჯებოდა თუ არა თქვენს წინასაარჩევნო კამპანიაში შავი ფული და როგორ უპასუხებთ ამ ბრალდებას? მადლობთ. დიდი მადლობა. ბატონო დავით, ახლა თქვენ იწყებთ პასუხის გაცემას. ძალიან საინტერესო კითხვაა. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ კანონის წინაშე ნებისმიერი ადამიანი არის თანასწორი. მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა უჭირავს მას, რა პოზიციაზეა ან რა ვალდებულებები შეიძლება ჰქონდეს. გიგი უგულავასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და ეს კითხვა არ უკავშირდება მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდს. გახსოვთ თქვენ მანამდელი პერიოდის, როცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ, ობიექტური მედია საშუალებების მიერ ძალიან ბევრი კითხვა ისმეოდა. ძალიან ბევრი საკითხი დაექვემდებარა ბოლო პერიოდში გამოძიებას და სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც გამომდინარეობდა კანონმდებლობიდან. გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰქონდათ უთხოვარი მასალები და ძალიან ესეთი არგუმენტირებული მტკიცებულებები წარუდგინეს რა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მისთვის აკვეთი ღონისძიების მინიჭებასთან დაკავშირებით მიიღო სწორედ სასამართლომ და სხვათა შორის ეს ის მოსამართლე იყო, რომელსაც წინა პერიოდში არაერთი ადამიანი გაუშვია სხდომათა დარბაზიდან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მყარი არგუმენტაცია იყო, როგორც ჩანს ამ მოსამართლის წინაშე, მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ობიექტური სასამართლოს პირობებში უნდა ყოფილიყო მიღებული. რაც შეეხება ასევე თქვენი კითხვის ერთ-ერთ ნაწილს, ეს ვის აწყობდა, ან საერთოდ მაწყობდა თუ არა მე, როგორც კანდიდატ. მე ვფიქრობ, რომ ამას არსებითი გავლენა ჩემზე და ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაზე არ მოუხდენია. მე ვფიქრობ, რომ ის ბატონ ნიკანორ მელიას უფრო მეტად აწყობდა, იმიტომ რომ მას გვერდში ყავდა ადამიანი, რომელთან მიმართებაში ძალიან ბევრი კითხვა იყო დაგროვებული და ის არაერთ დანაშაულში არის ხილებული. აქედან გამომდინარე, მას პოლიტიკური ველი და სივრცე აბსოლუტურად მოუსუფთავდა და უამრავი, ესე თქვა, დანაშაულებებით დატვირთული ადამიანი მას გვერდში არ ყავს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მას უფრო მეტად უნდა აწყობდეს ეს. დიდი მადლობა. გთხოვთ. მოსავალსა თქვენია, ესე იგი საქმე ბატონ დავითს დაუჯერებთ. იცით რა არის, ვინმეს მოუწონს, არ მოუწონს დაუშვათ გიგი უგულავა, ვემხრობით, არ ვემხრობით, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ფაქტი არის ჯიუტი ბატონო დავით, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა თქვენს გამო. ვინაიდან მეორე ტურის დასაწყისში თქვენ პრაქტიკულად თვალად არავის არ უნახავთ ერთი კვირის განმავლობაში და გეძახდით ტელეეკრანებიდან, გამოჩნდით ნოეფარებით გორასა თქო ბატონო დავით თქვენის გახსოვთ. გიგი უგულავას დაკავება რა თქმა უნდა არის პოლიტიკური აქტი. ვინაიდან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, როდესაც ამის არანაირი საჭიროება და აუცილებლობა არ არსებობდა და ძალიან
კოჭი არგუმენტი თითქოს ის მიმალვას აპირებდა მაშინ როდესაც 19 წელი ქონდა ქვეყნის საზღვრები და ასე ვთქვათ დატოვებული მე ვფიქრობ რომ ბავშვს კი არ ჯერა ეს არგუმენტი რასაც თქვენ მოიყვანთ ხოლმე პერიოდულად ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში გიგი უგულავა რა თქმა უნდა დაკავებული იქნა წინა საარჩევნო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზით გამომდინარე რომ თქვენთვის რაღაცნაირად ხელისშემწყობი ფაქტორი აღმოჩენილიყო ვინაიდან ხელისუფლებამ ჩათვალა რომ საზოგადოებაში გიგი უგულავას დისკრედიტირება მოახდინეს საკმარისად და ეს ორი მომენტი იყო რომ გიგი უგულავა ყოფილიყო დაკავებული იმ ფორმით რა ფორმითაც იგი დააკავეს მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო არათუ გიგი უგულავა და პირდაპირ გეტყვით თქვენზე განსხვავებით მე არ მოვირიდები მიუხედავად იმისა რომ წინა საარჩევნო პერიოდში ვარ გიგი უგულავა მიუხედავად იმისა რომ წელიწად ნახევარი რაც ვიცნობ არის ჩემი მეგობარი და ასეთად დარჩება და რამდენად პოპულარული არის თუ არ არის ამას მე ნაკლებად უყურებ პირველ რიგში წინა პლანზე ადამიანურ ურთიერთობებს ვაყენებ დარწმუნებული ვარ ბატონო დავითო გავა დრო და ყველაფერს ღირსეული სახელი დაერქმევა და ამიტომ მოდით თქვენს გეყოთ თითამამები და თქვით რომ გიგი უგულავას დაკავება წინა საარჩევნო 6 თვით ადრე იყო პოლიტიკური აქტი წინა შემთხვევაში აზრს მოკლებულია ლოგიკას მოკლებულია რაში დაგჭირდა თქვენ საერთაშორისო საზოგადოების ალაპარაკება იმასთან დაკავშირებით რომ მორატორიუმი იყო ასე თქვა დარღვეული ეს იყო წმინდა წყლის ბატონი დავით ნარმანიასთვის რაღაც ერთგვარი ძღვენი რომ მან რამენაირად იქნება მეორე ტურში ასე თქვა მოიპოვოს ის გამარჯვება რომელსაც ესე ეწაფით თქვენ დიდი მადლობა შემდეგ კითხვას დასვავს მაესტროს ჟურნალისტი თამთა გაზაშვილი გთხოვთ საღამომშვიდობის ბატონებო, კითხვა მექნება ორივე კანდიდატთან. შეძლებს თუ არა თბილისის მომავალი მერი იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისაგან? ბატონო დავით, თქვენ მინდა კითხოთ, შეძლებთ თუ არა საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებას და თუ შეძლებთ თუ არა უარი უთხრათ ბიძინა ივანიშვილის პროექტებს თუნდაც. ამავე კონტექსტში მინდა ვკითხო ნიკა მელიასაც, თქვენ შეძლებთ თუ არა იყოთ კრიტიკული თქვენი წინამორბედის მიმართ და იყოთ კრიტიკული გიგი უგულავას პროექტების მიმართ. მადლობა. ბატონო ნიკა, ახლა თქვენი ჯერია. რა თქმა უნდა, მე მგონი თქვენ თუ თვალყურს ყურადღებით ადევნებდით დებატებს ან ჩვენ საერთო გამოსვლებს, შესაძლებელია ეს კითხვა ჩემს მიმართ არ დაგესვათ, თუმცა დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, არათუ ვიქნები, ვარ კიდევაც და აუცილებლად ვაპირებ ასეთად დავრჩე. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს ძალიან ბევრ ადამიანთან, ვისაც ერთად მე ვარ და წარმოვადგენ ერთ გუნდს, რა თქმა უნდა, სადაც არის კრიტიკა, იქ აუცილებლად გავაკრიტიკებ და არ ვერიდები ამას. მაგრამ განსხვავება სწორედ ეს არის. მე და ბატონ დათო ნარმანიას შორის არ არსებობს და თუ ვწდები მომიტევოს მაყურებლება მომიტევეთ თქვენ თუ ბატონი დავითის დამოუკიდებლობის ხარისხი ოდენა მაინც ნულ ზემოთ იქნება ეს არის წარმოუდგენელი და პანორამა თბილისზე გამორჩა პანორამა თბილისის პროექტი დაანონსებული არ იყო ნორმალურად ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ასე ვთქვათ ფონდის მხრიდან როდესაც მან ორივე ხელით ასე ვთქვათ თანხმობა განაცხადა იმ ზონაში სადაც მშენებლობა აბსოლუტურად არის დაუშვებელი და სარეკრეაციო და ლანდშაფტურ ასე ვთქვათ სტატუსის მატარებელი არის ის ტერიტორია ასე რომ საუბარი იმაზე რომ რამდენად შევძლებ აბსოლუტურად იმიტომ რომ ვფიქრობ რომ წინა წლებში უამრავი წარმატებები იყო ასე ვთქვათ განხორციელებული წინა ხელისუფლების მიმართ და ასევე უამრავი შეცდომა იყო დაშვებული და გადასტომებს და მათ შორის დანაშაულებული შეცდომების მაგრამ სამწუხარო არის ის რომ ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი ის კარგი აბსოლუტურად შეაჩერა გააჩერა და აკონსერვა მათ შორის თქვენ მინისტრობის დროს ბატონო დავით და ყველაფერი ის ცუდი განავითარა ვინაიდან კარგის გაგრძელებას უნარი ჭირდება კარგის გაგრძელებას კომპეტენცია ჭირდება და ცუდის გაკეთებას მაინდა-მაინც უნარი და კომპეტენცია არ ჭირდება ამიტომ კითხვა რომელიც არის დასმული ჩემს მიმართ პარტიული პასუხია დიახ ეს არის პრინციპული ჩემი პოზიცია რომ მიუხედავად დამოუკიდებლობისა მიუხედავად ჩემი ურთიერთობისა თუნდაც გიგი უგულავასი მიუხედავად იმისა რომ იგი არის საპატიმროში ასე თქვათ წინა საპატიმროში მოთავსებული მაშინ როდესაც არ უნდა მოითავსებიათ მაინც მზად ვარ გავაკრიტიკო იქ სადაც ის იმსახურებდა მაგრამ ბატონო დავით კარგად დაიმახსოვრეთ ის რომ ბატონი გიგი უგულავას დაჭერა ამ ფორმით გავაწლები და თქვენ ძალიან დიდი მადლობა. გთხოვთ ბატონო დავით. მე ყოველთვის ვიყავი დღესაც ვარ და მომავალშიც ვიქნები დამოუკიდებელი. თუ ვინმე გადახედავს ჩემს ბიოგრაფიას, სკოლის დამთავრების შემდეგ მე მუდმივად დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეწეოდი. დავამთავრე უნივერსიტეტი. დავიცავი დისერტაცია, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად იქნა მომზადებული. წავედი გერმანიაში, სადაც სამეცნიერო სტაჟირება ასევე დამოუკიდებლად ყოველგვარი გვერდით მდგომი ადამიანების დახმარების გარეშე გავიარე. ჩემ დამოუკიდებლობას ხაზს უსვამს ის, რომ მე ძალიან რთულ პერიოდში ხელმძღვანელობდი ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას, რომელიც იყო დამოუკიდებელი ორგანიზაცია, სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში და არაერთი ძალიან ღირებული და ფასეული პროექტი განხორციელდა და სწორედ მაშინ იქ სადაც
საჭირო იყო ხელისუფლების კრიტიკა და ვხედავდით, რომ პრობლემები არსებობდა. პირდაპირ ღიად ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას. მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ჩვენი სამეგობრო წრიდან ყოფილიყვნენ. ჩემი ხელშეწყობით ასევე დაფუძნდა კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი გერმანელ პარტნიორებთან ერთად და მე ვხემძღვანელობდი სწორედ ამ დამოუკიდებელ ორგანიზაციას. მე ვიყავი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სადაც ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებლად ვიღებდი გადაწყვეტილებებს. ამიტომ მე ვრჩები ესეთ ადამიანად, რომელიც ყველა ძირითად საკითხზე დამოუკიდებლად იღებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობითაც და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსით. ქალაქ თბილისის ხელისუფლება დამოუკიდებელია ხელისუფლების სხვა შტოებისგან და მისი დამოუკიდებლობა სწორედ კანონმდებლობით და დამოუკიდებელი ბიუჯეტით არის გარანტირებული. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, მე ვიქნები გარანტი დამოუკიდებლობისა და სხვათა შორის ის პროექტი, რაზეც აქ იყო საუბარი პანორამა თბილისთან დაკავშირებით. მე ძალიან კაფიოდ ვთქვი, რომ თუ ეს შეეწინააღმდეგება წესებს და პირობებს, არ გამოურიცხავ, რომ ეს პროექტი საერთოდ არ განხორციელდეს. დიდი მადლობა. ტელეკომპანია იმედი, ლევან ჯავახიშვილი. გთხოვთ. საღამო მშვიდობისა ბატონებო, ორივე კანდიდატს გისურვებთ წარმატებებს არჩევნებში. და კითხვა ეგრეთ წოდებული ხრუშოვკების თემა, საკითხი, რომელიც 10,000-ობით ადამიანისთვის დღეს არის საკმაოდ პრობლემატური. საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ერთ-ერთი არაბული კომპანია აპირებდა ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ეტაპზეა ეს პროექტი, ან განხორციელდება თუ არა საერთოდ ეს პროექტი და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხრუშოვკებმა, ეგრეთ წოდებულმა ხრუშოვკებმა თავისი ექსპლუატაციის ვადა უკვე ძალიან დიდი ხანია ამოწურეს. კიდევ ერთი კითხვა, რა ურბანული და არქიტექტურული გამოწვევების წინაშე დგას დღეს თბილისი, თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორია თქვენი ხედვა თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით? და ბოლოს არაპოლიტიკური კითხვა, თუ არ არის საიდუმლო, მსოფლიო ჩემპიონატზე ვის გულს შემატკივრობს და როგორია თქვენი პროგნოზები? მადლობა. მადლობთ. ბატონო დავით, თქვენ ჯერია. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩვენი მართლობის პირობებში დედაქალაქს ექნება თავისი განაშენიანების გენერალური გეგმა. ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ გვიწერია პროგრამაში და მკაფიოდ გვიწერია ის ძირითადი პრინციპები, რა პრინციპებზეც იქნება დაფუძნებული ეს გეგმა. ეს იქნება ქალაქის განვითარების კონსტიტუცია, ანუ ძირითადი ჩარჩოები თუ რა პრინციპებს და მიდგომებს უნდა ემსახურებოდეს ქალაქის განვითარება. ნაცვლად დღემდე არსებული ქალაქის ქაოტური განვითარებისა ერთიან სივრცეში იქნება წარმოდგენილი მთლიანი ქალაქი, ცალკე გამოიყოფა რეკრეაციული ზონები, სადაც მასობრივი გამწვანება წავა გენერალური გეგმის შესაბამისად, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ეკოლოგიური ფონი დედაქალაქში. მეორე, ცალკე გამოიყოფა სამშენებლო, საცხოვრებელი და საოფისე ფართებისთვის შესაბამისი ტერიტორიები და თითოეულ ტერიტორიას ექნება თავისი კოეფიციენტი, შეუძლებელი იქნება მუნიციპალიტეტისგან კოეფიციენტის ყიდვა, იმიტომ რომ სწორედ ამან დაამახინჯა ჩვენი დედაქალაქი, ქალაქი თბილისი. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ცალკე გამოვყოფთ ტერიტორიას განაშენიანების გენერალური გეგმით, სადაც სამრეწველო უბნები იქნება და ამ უბნებში იქნება ადმინისტრაციული და ქონების გადასახადთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათები, რათა ხელი შეუწყოს სწორედ ქალაქის გარეუბნებში ინდუსტრიის განვითარებას და დასაქმდნენ იქ ადამიანები. კონკრეტულად ხრუშოვკების პროექტს რაც შეეხება, აუცილებელია ხრუშოვკების ჩანაცვლება, იმიტომ რომ მათ თავიანთი თავი ნელ-ნელა უკვე ამოწურეს. ჩვენი დედაქალაქის მერობის პირობებში რამდენიმე ათეული ხრუშოვკის ჩანაცვლება მოხდება. მასობრივად ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ პირველ ეტაპზე რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება მთლიანად დედაქალაქში ხრუშოვკების და საერთოდ სახლების და ავარიული კორპუსების განვითარებასთან დაკავშირებული გეგმა. ამ გეგმის საფუძველზე გამოვაცხადებთ ღია და საჯარო ტენდერებს და მოვიზიდავთ დაინტერესებულ კომპანიებს. ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს საჯარო კერძო პარტნიორობის ფორმა, რომელიც ევროპის ძალიან ბევრ ქალაქში ფართოდ იყო აპრობირებული და სწორედ ესე აშენდა ევროპის ქალაქები. დიდი მადლობა. გთხოვთ ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. არ შეიძლება არ გამოვხარო პირველ კითხვას, ამის წინა კითხვას, დამოუკიდებლობის ხარისთან დაკავშირებით. ჩვენ იმაზე კი არ ვკითხეს ბატონო დავით, ეხა ომლეთს რამდენად დამოუკიდებლად შევწყვეტ და საზამთროს რამდენად დამოუკიდებლად გავჭირთ. პოლიტიკურად რამდენად დამოუკიდებელი ვიქნებოდით, თორე თქვენ ხო დამოუკიდებლად სტუდენტობის პერიოდში სწავლობდით, გასაგებია. რაც შეეხება მესამე კითხვიდან დავიწყებ, ვის გულშემატკივრობთ, ასევე ბატონო დავით ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა, ორივე ერთად ჩაგწერეს, თუ ვის გულშემატკივრობდნენ გუშინ ბრაზილიასა და გერმანიას ნაკრებებს შორის და ბატონო დავითმა ესეთი პასუხი გასა, ხო თუ არ ვწდები შემისწორეთ, რომ თავ შევიკავებ პასუხის გაცემისაგან. მან წარმოიდგინა, რომ
ერთი ნაკრების ან მეორე ნაკრების უკან არმია გულშემატკივრები იდგნენ და მან არ დაასახალა ეს ნაკრები. ამიტომ აქაც ჩანს თქვენი დამოუკიდებლობის ხარისხი ბატონო დავით. რაც შეეხება განაშენიანების გეგმას, დიახ, გეთანხმებით, ნამდვილად თბილისი ჭირდება განაშენიანების გენერალური გეგმა ეგრეთ წოდებული გარკვეულწილად არის დამუშავებული, თუმცა ის არ არის კვედით, მხოლოდ ერთი კომპონენტი არის მიწასარგებლობის განვითარებული და სხვადასხვა კომპონენტები არის გასანვითარებელი, თუმცა ეს გეგმა უნდა იყოს არა სტატიკური, არამედ როგორც ცოცხალი ორგანიზმი. არ შეიძლება ჩვენ შევიმუშავოთ გენერალური გეგმა, რომელსაც შეიმუშავებთ დაუშვათ 2014-ში, 2015-ში და გავა 30 წელიწადი და გეგმა, რომელსაც შევიმუშავებთ წელს, იდება 2045 წლამდე, არავითარ შემთხვევაში. რაც შეეხება ხრუშჩოვკის, რა თქმა უნდა, ეს იყო სურვილების მემორანდუმი და ეს საპნის ბუშტებით გასხდა პირველ ტურის დაწყებამდე არჩევნებს გულისხმობ ბატონი ირაკლი შიხიაშვილის მხრიდან ეს იყო უბრალოდ სურვილების მემორანდუმი და ნადირობა წინა საარჩევნო ხმებზე და წარმოუდგენელია იმ პროექტის განხორციელება, ვინაიდან ამას სჭირდება საკმაოდ ფინანსები და კაპიტალი და იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკა ფლავდება, აპატიეთ იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკა მერყეობს, წარმოუდგენელი არის ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელება. დიდი მადლობა. მეორე არხი თამარ კვირტია, გთხოვთ. მოგესალმებით, საღამომშვიდობისა, ბატონ ნიკა, ბატონ დავით. რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი წინასაარჩევნო კამპანიით? როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად იყო შერჩეული თქვენი წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგია, რამდენად იყო ის მიზანზე ორიენტირებული და აქვე საინტერესოა და მინდა კითხოთ, რა შედეგი დადეთ არჩევნების პირველ ტურში საკუთარ უბნებზე, ანუ ხმების რა რაოდენობა მიიღო დავით ნარმონიამ საბურთალოს რაიონში და ნიკა მელიამ მთაწმინდის რაიონში? გთხოვთ. ჩემი დიახ. პირველი იყო უბნები, ხო? და რა თქმა უნდა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რაზეწოლაც, რაც არ უნდა ეხლა ვისაუბროთ იმაზე, რომ საარჩევნო კამპანია სამართლიანი იყო ზოგადად არჩევნების პერიოდი, რა თქმა უნდა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობ, რომ წარმატებული საარჩევნო კამპანია წარმართეთ, ასევე ვაგრძელებთ, რომ არა ის ასე თქვა ქარტეხილები, რომელიც დაგვატეხა თავს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, თითქოს სამართლიანობის დამკვიდრების თუ აღდგენის საფარქვეში. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმასისგან, რომ სამართლიანი არჩევნები შედგა, უბრალოდ ეს იდეა გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც ვიხილეთ ჩვენ მთელ რიგ ქალაქებში, მარნეულში და ასე შემდეგ ის რაც ვიხილეთ. რაც შეეხება უბნებს, მე მთაწმინდის რაიონში ვცხოვრობ და თბილისის მასშტაბით მთაწმინდის რაიონში ყველაზე მეტი ხმა ავიღეთ, თუ არ ვცდები 35.9%, ბატონი დავითი არ ვიცი რომელ რაიონში ცხოვრობს, საცხოვროთ ბატონი დავით საბურთალოს რაიონში, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურის დაწყებამდე მძლავრად ამუშავდა ის მანქანა, რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული სუსი, პროკურატურა და ყველა ძალოვანი სტრუქტურა და განსაკუთრებით იმ უბნებში, სადაც ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება, ასეთი იყო 72 უბანი, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დააშინონ ჩვენი მომხრეები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის ხერხები და მეთოდები, რომელიც არ არის მიღებული და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დაემსხვრა ქართული ოცნების პატიოსნების მითი, თითქოს ისინი ერთის მხრივ ებრძვიან სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ ამავე დროს ყველამ არ დავინახეთ, რომ მეორეს მხრივ აკეთებენ იმას, რასაც ნამდვილად ძალიან ბევრი არ მოელოდა და სწორედ ეს იყო პასუხი და ეს იქნება პასუხი 12 ივლისს საკადრისი, რომელიც გაგეცემათ თქვენ 12 ივლისს საარჩევნო ყუთებთან. გთხოვთ, ბატონო დავით. რასაკვირველია, წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა დემოკრატიულად. ჯერ კიდე წინასაარჩევნო პროცესამდე ჩვენ მნიშვნელოვანი დემოკრატიული ნაბიჯები გადავდგით, როცა თვითმმართველობის ახალი კოდექსი მივიღეთ, როცა ბარიერი დავაწესეთ, საქართველოში პირველად და 50%-იანი ბარიერი, არც ისე დაბალი ბარიერია 50% ამეთანხმებით და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაშიც კი არ არის ამ მოცულობის ბარიერი, 50%-იანი ბარიერი. დედაქალაქში ნაცვლად 30%-ის ავწიეთ 50%-ამდე, რეგიონებში სადაც პრაქტიკულად არასდროს არ არსებობდა და არც სხვათა შორის პირდაპირი წესით ირჩევდნენ გამგებლებს და მერებს, რა თქმა უნდა, იქაც ყველგან გამგებელს და მერს ვირჩევთ პირდაპირი წესით და სხვათა შორის ეს ის ხელისუფლება იყო, რომელიც ვერ ბედავდა დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას და აქედან ნიშნავდა, თბილისიდან ნიშნავდა გამგებლებს და მერებს, ნაცვლად იმისა, რომ ხალხისთვის მიენდო არჩევანი. მე კმაყოფილი ვარ წინასაარჩევნო პროცესით და იმ ასე თქვა აქტივობებით, რა აქტივობებით ხორციელდებოდა, თუმცა გამომდინარე ჩემი ბუნებიდან მაინც მე ყოველთვის ანალიზს ვაკეთებ და ჩემი ანალიზის შედეგი არის ის, რომ უფრო მეტი უნდა მოგვენდომებინა როგორც ჩანს
მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური, რომელიც ასევე დემოკრატიულად მიმდინარეობს, მოგცემს იმ შედეგს, რა შედეგიც აუცილებელია და რა შედეგსაც დედაქალაქი იმსახურებს და დედაქალაქის თითეული მოსახლე იმსახურებს. რაც შეეხება კონკრეტულად მოპოვებულ ხმებს და ხმების რაოდენობას, მე ჩემი უბანი მოვიგე, ყველა კანდიდატზე მეტი ხმა ავიღე და მეცაც გეტყვით 50%-ს უახლოვდება 59% და ასე ვთქვათ, ოდნავ მეტია ჩემს მიერ მოპოვებული, ასე ვთქვათ, ხმები ჩემს უბანზე, სადაც მე ვცხოვრობდი, ბატონმა ნიკამელიამ თავისი უბანი, სადაც ის ცხოვრობს, მთაწმინდის ოლქის მე-6 უბანი, პირწმინდა წააგო და ასე ვთქვათ, მე მასზე მეტი ხმები ავიღე. ამიტომ ბუნებრივია ესმის კითხვა, ადამიანი, რომელსაც საკუთარი უბანი არენდობა, რატო უნდა ვანდოთ ამხელა ქალაქი და ქვეყნის გული და საქართველოს დედაქალაქი. დიდი მადლობა. ახლა ტივი პალიტრა ტივი მერაბ მეტრეველი, გთხოვთ. მოგესალმებით ბატონებო. მე მაინტერესებს რამდენად პასუხისმგებლობით მიუდექით საკუთარ დაპირებებს და საკუთარ ამომრჩეველს რამდენად სცემთ. პატივს სწორედ აქედან ჩანს. მე ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თითო დაპირება მაინც იყო თქვენს უამრავ დაპირებებს შორის, რომელზეც საზოგადოებას ეხინებოდა. მაგალითად ბატონ დავით, თქვენგან დავიწყებთ მილიონი ხე დაპირდით ამომრჩეველს. მაინტერესებს ეს იყო უბრალოდ კეთილის სურვილი თუ კონკრეტული გეგმა გაქვთ, სადაპირებთ რომ დარგოთ მილიონი ხე, დღეში რამდენი უნდა დარგოთ და ასე შემდეგ. იგივე ბატონ ნიკა თქვენთან არის ასეთივე შეკითხვა, ამორჩეველს პირდებით, რომ საწვავს გაათავისუფლებთ აქციზური გადასახადის გამო. როცა ეს მერის კომპეტენცია არ არის და პარლამენტმა უნდა გადაწყვეტოს. თუ თქვენ მიპასუხებთ, რომ ოცნებას დაარწმუნებთ დიდი ბოდიში, მაგრამ ოცნებას ამის გაკეთება რომ უნდადეს, თქვენი დარწმუნება რა თუნდა. ანუ თქვენც იმიტომ ხო არ დაპირდით, რომ უბრალოდ იცით, რომ ეს დაპირება არ შესრულდება, მაგრამ ლამაზი დაპირება. ანუ მაინტერესებს ორივეს მხრიდან, რამდენად ცემთ პატივს თქვენ ამორჩეველს, როდესაც ასეთ დაპირებებს იძლევით. მადლობთ. ვინ ვიწყებთ? ბატონი დავითი. ჩემი წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები უშუალოდ ჩემს მიერ იქნა მომზადებული და შემდგომ ჯგუფი ჩემი მეგობრებისა, კვალიფიციური ადამიანებისა, რომელთა ხელშიც გაიარა ამ პროგრამამ, რა თქმა უნდა, შესაბამის, ასე ვთქვათ, პროცედურებს გადიოდა და ამ პროცედურების შედეგი იყო ის, რომ არც ერთი ზედმეტი დაპირება არ გაგვეცა და თითოეულ თქვენთაგან ძალიან კარგად გახსოვთ და ძალიან კარგად ახსოვს ჩვენს ამომრჩევლებს ის, რომ ჩვენ არ პირდებოდით ისეთ რამეს და მე ხშირად უსვამდი ამას ხაზს, რაც მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე თბილისის თვითმმართველობის უფლებამოსილება არ არის. ჩვენ არ პირდებოდით იმას, რასაც ფინანსურად ვერ ავწევდით და ვერ შევძლებდით და ძალიან ბევრ მოქალაქეს ჰქონდა მოლოდინი იმაზე, რომ სხვადასხვა სახის პრობლემებს მოუგვარებდით, მაგრამ ეს მათ ვერ ნახეს ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში. ჩვენ მაქსიმალურად ობიექტური და რეალური წინასაარჩევნო პროგრამა დავდეთ და მოვამზადეთ ის შესაბამის გაანგარიშებებს ეყრდნობა და მეცნიერულად არის დასაბუთებული. რაც შეეხება კონკრეტულად 1 მილიონი ხის დარგვის შესახებ ინფორმაციას. ეს არის აბსოლუტურად რეალური ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის ეს პუნქტიც გავლილია მეცნიერებთან, შესაბამისი გაანგარიშებები გაკეთებულია. ეს არის იმ მოცულობის რაოდენობა ხეებისა, რომელმაც რეალურად ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი უნდა მოგვცეს. ჩვენ მერების საერთაშორისო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და ამ შეთანხმების მიხედვით ვალდებულება გვაქვს, რომ 20%-ული პუნქტით შევამციროთ ნახშირორჟანგის მოცულობა 2020 წლამდე. ჩვენ ვალდებულება რომც არ გქონდეს, აუცილებელია მომავალი ჯანსაღი თაობის გაზრდისთვის ვიზრუნოთ ამაზე. ამიტომ თბილისის ცენტრალურ ნაწილში ის სადაც შესაბამისი ტერიტორიები იქნება, გენერალური გეგმის შესაბამისად მოინიშნება ის და იქ დაერგვება ხეები, თბილისის შემოერთებულ დასახლებებშიც ასევე, რომელიც დედაქალაქის ფილტვია და დედაქალაქს ამარაგებს სუფთა ჰაერით, იქაც დაერგვება დაახლოებით 300 ჰექტარი ტერიტორიაა საჭირო თბილისში და მის შემოგარენში, რაც არსებობს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მადლობთ. გთხოვთ. ისეთ რაღაცას იტყვის ბატონი დავითი, რომ უბიძულებული ვარ დაბრუნდე. ეხლა თქვენ ახსენეთ, მე-6 უბანის ან მე-6 უბანი საიდან უნდა იცოდეთ, ან ჩიტაძის ქუჩა საიდან უნდა იცოდეთ, ბატონო დავით თაწვის რაიონში რომ არის, რო არა ის მესეჯ ბოქსი, რომელიც დაგიწერეს და გეტყვით 20 ხმით მოიგეთ. ის უბანი, სადაც თქვენი პრეზიდენტი მარგველაშვილი ცხოვრობს. პრეზიდენტი მარგველაშვილი ცხოვრობს იმ უბანზე, სადაც მე ვცხოვრობ და 20 ხმით მოიგეთ და როგორ მოიგეთ, ახლა ნახავთ მეორე ტურში. ამიტომ მაშინ როდესაც ჩიტაძის ქუჩა არის ელემენტარულად და შეუძლებელი იცოდეთ, სად არის და თაწვის რაიონში რამდენჯერ ხართ ნამყოფი, ჯერ კიდევ საკითხავია ძალიან ესეთი აპლომით საუბარს თავი დავანებოთ. რაც შეეხება დაპირებებს გეთანხმებით, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს კითხვა გაჩენოდა, მაგრამ როდესაც მერობის კანდიდატს ირჩევენ, ბატონო მერაბ, რა თქმა უნდა, არ ირჩევენ მერობის კანდიდატს, იმიტომ რომ ის მოწონთ ან ნაკლებად უძლებს. მის პროგრამას უნდა უჭერდეს ხარს საზოგადოება და ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მერწმუნეთ, ნამდვილად ყოველდღიურ საქმიანობად ვაქცევ კარგი გაგებით ზეწოლა ცენტრალურ ხელისუფლებაზე, რომ მან ეს
ცვლილება შეიტანოს და პარლამენტში შევიდა შუამდგომლობით. ვინაიდან 25 თეთრით გაიაფთება საწვავზე ფასი და თქვენ იცით რომ ლარით გვირდებოდნენ გაიაფება საწვავის ფასის და ეხლა პრაქტიკულად ლარით შეიძლება გაძვირდეს ეს მზარდი ტენდენცია არსებობს. ამ ყველაფერს ასე თქვა 138 მილიონი ლარი დანაკლისი მოყვება ბიუჯეტში, მაშინ როდესაც ამ პროექტის განხორციელებისას 400 მილიონი ლარი დამატებით შემოვა ბიუჯეტში, იმიტომ ეს იქნება წამახალისებელი ფაქტორი ეკონომიკისათვის. ამიტომ ეს არის სავსებით რეალური, თან თუ გავითვალისწინებთ იმ ასე თქვათ პრემიებს უსაზღრო რაოდენობის, რომელიც მილიონობით დაირიგეს და რაში არავინ კაციშვილმა არ იცის, მიმაჩნია ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ვინაიდან საწარმოო ხარჯებს გაუიაფებს მცირე მეწარმეებს განსაკუთრებით და მოქალაქეებს შეუმცირებს საწვავზე ფასს 25 თეთრით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ რაღაცნაირად ამოისუნთქოს მოსახლეობამ და გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად ვაიძულებთ ცენტრალურ ხელისუფლებას ეს ნაბიჯი გადადგას. დიდი მადლობა. ტელეკომპანია ტაბულა ირაკლი კიკნაველიძე, გთხოვთ. მოგესალმებით ბატონებო, ბატონიკა, პირველი შეკითხვა თქვენთან მექნება. თქვენი პროგრამის ერთი ნაწილი გვპირდება სახელმწიფოს ნაკლებ ჩარევას ეკონომიკაში და დაბალ გადასახადებს. მეორე ნაწილი გვპირდება უფასო ტრანსპორტს და სახელმწიფოს მიერ მერის მიერ განხორციელებულ სოციალურ პროგრამებს. თქვენ როგორ წარმოგიდგენთ ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი დაპირების ერთდროულად ასრულება? და ბატონ დავით, თქვენთან მექნება კითხვა. თქვენ ბრძანდებით ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი. ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის, თუმცა შემდეგ როგორც მოვისმინეთ, განაცხადა, რომ მან ხასიათი შეიცვალა. თქვენ როგორ გაიგეთ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება და თქვენ ხომ არ აპირებთ მომავალში მერად გახდომის შემდეგ ხასიათის შეცვლას? დიდი მადლობა. პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ სასაცილო კითხვაა და უბრალოდ ღიმილის მომგვრელი კითხვაა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი და სწორედ მის კომპეტენციაში შედიოდა დაესახელებინა დედაქალაქის მერის კანდიდატურა. მას შემდეგ რაც შეიცვალა კოალიციის ხელმძღვანელი და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა კოალიციის ლიდერი. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება იყო ჯგუფურად მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც არსებობდა კონსენსუსი კოალიციაში. დრო გაქვს ბატონო დავით? მეტი აღარ არის საჭირო სასაცილო კითხვებზე, შეიძლება მე გამოვიყენო ბატონი დავითის დრო. სასაცილო კითხვა არის თუ არა, აი რა ეს არ არის სასაცილო. თქვენ თუ გონიათ ბატონო დავითო, საზოგადოებას ჯერა. საზოგადოება შეიძლება დააჯეროთ. ეს წარმოუდგენელი იმაში, რომ არ მჯერა, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს, რომ 100 საწარმო გახსენით, მაგრამ ვერ გახსენით და ეხლა უკვე 4-ზე ახვედით. 4-ზე ფიცი წავს ბოლო მაგ 4-ზე ახვედით, როცა 100 კი არა ერთი ვერ გვანახეთ. და თქვენ გამოდიხართ ბატონო დავით საუბრობთ. მე რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილს ვიცნობდი და ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ვიყო, ეგეც წოდება ვიტყოდი რომ ვარ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, რატო ერიდებით? თქვენ ბატონმა ბიძინა ივანიშვილა ბოდიშით შეიძლება არ უნდა ვამბობთ, ეხლა რომ დაგირეკოთ და რო გითხრათ, რომ ბატონო დავით იდექით საღამოს 12-ის ნახევრამდე აქ სადაც გეხართ, სანამ არ გადმოგირეკავთ, იდგებით 12-ის ნახევრამდე იქ სადაც ეხლა გეხართ და როგორ შეიძლება ეხლა რატო გვატყვილეთ ბატონო დავით იმაში, რაც რეალურად აბსოლუტურად სხვანაირი მოცემულობა არის. რაც შეეხება იმას, რაც თქვენ მკითხეთ, რა თქმა უნდა გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა აბსოლუტურად ანყალებს. აბსოლუტურად იკარგება, მხოლოდ 26,000 სამუშაო ადგილი, ადრეც გითხარით, კერძო სექტორში დაიკარგა. 12,000 ადგილი სამუშაო მხოლოდ სამშენებლო, ასე ვთქვათ, სფეროში დაიკარგა და მნიშვნელოვანია, რომ ელემენტარულად გადაადგილების საშუალება მიცეთ მუნიციპალურ ტრანსპორტში მოსახლეობას. 600,000 თბილისელი 2010 წლიდან სარგებლობს პრაქტიკულად შეღავათიანი სისტემით და გარკვეული სეგმენტები უფასო მგზავრობით. ჩვენ კიდევ უფრო ვაფართოვებთ ამ სისტემას და მიმაჩნია, რომ ბიუჯეტს ამის აწევა შეუძლია 45 მილიონი ლარით გამოიწვევს დოტაციური ზრდა იქნება და ვფიქრობ, რომ ეს ის არის, რაც თბილისელებს ამ ეტაპზე ჭირდება, იმიტომ რომ მოახერხა ბატონ დავით ნარმანიას ხელისუფლებამ ისო თბილისში ყავდა 20,000 სოციალურ დაუცველი, რომელიც უფასოთა სასადილოში დადიოდა სამწუხაროდ, ხომ? და ერთი წლის თავზე ჩვენ დღეს ვყავს 24,000 ბენეფიციარი ამ სასადილოებში. ერთ წელიწადში ხალხო 4,000-ით იმატა და რა თქმა უნდა შეუწყოთ ხელი თბილისელებს, რომ გადაადგილდებოდნენ თავისუფლად მუნიციპალურ ტრანსპორტში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ვინაიდან ამის შესაძლებლობა ეხლა არის 45 მილიონი ლარით გამოიწვევს მხოლოდ ზრდას ბიუჯეტში. დიდი მადლობა. ტელეკომპანია ობიექტივი, ანი კიკნაძე, გთხოვთ.
მოგესალმებით ბატონებო, შეკითხვა ბატონ დავით ნარმანიას. თქვენ ბრძანეთ, რომ დაეხმარებით ადამიანებს, ვინც მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება. დედაქალაქში ცხოვრობს ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანი, ესენი არიან იპოთეკით დაზარალებული თუ არასწორი ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკით დაზარალებული ადამიანები. რას ფიქრობთ მუნიციპალური ბინათმშენებლობის საკითხზე და თვლით თუ არა, რომ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი აი ამ პრობლემიდან, რომელიც აქვს სახელმწიფოს და დედაქალაქში მაცხოვრებელ ადამიანებს და ბატონი ნიკა მელია თუ არ გაგუნაწყენდება, ჩვენ მასთან არ გვაქვს შეკითხვა. ისევე როგორც ნაციონალურ მოძრაობას არასდროს არ ქონია პასუხები ობიექტების მაყურებლისა და მსმენელისათვის. რომელი ტელეკომპანია? დააზუსტეთ ობიექტივი. ობიექტივი. გმადლობთ. დიახ. ბატონო ნიკა, თქვენ დაიწყეთ. არ ვიცი, ტელეკომპანია ობიექტებში მე წინა საარჩევნო კამპანიისას ვარ კიდევაც ნაყოფი. ალბათონო, ალბათ ეს თქვენ არ გითხრათ თქვენ ხელმძღვანელობამ და ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და ძალიან ბევრი კითხვაზე პასუხი გავეცი და კონკრეტულად რა პასუხი უნდა გავცე იმაზე თუ მას არ აქვს ჩემთან კითხვა ზოგადად ეს დამოკიდებულება ალბათონო არის ძალიან არასწორი იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ვფიქრობ რომ თქვენ აქ უნდა მობრძანებულიყავით ჩემის აზრით არა იქიდან გამომდინარე რომ ვინ ვისი წარმომადგენელი არამედ აქ თქვენ წინაშე დგას ორი კანდიდატი ჩემის აზრით თქვენ უნდა გაინტერესებდეთ პასუხები იმ კითხვებზე რომელიც თბილისს უკავშირდება და თუ კი მაინდა-მაინც თქვენს ტელეკომპანიაზე საუბრობთ გეუბნებოდეთ შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენს ხელმძღვანელობასთან მე წინა საარჩევნო კამპანიის დროს ერთხელ ვიყავი თქვენთან სტუდიაში და გავეცი ამომწურავად ყველა იმ კითხვაზე პასუხი რაც იქნა დასმული ჩემს მიმართ ამიტომ ეს არის ძალიან სამწუხარო ერთხელ და სამუდამოდ ვფიქრობ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ურთიერთდაპირისპირებისა და ქიშპობის პოლიტიკა იმიტომ რომ ჩვენ თუ დავაკვირდებით ერთ წრეზე ტრიალს გავს ყველაფერი მოვა ერთი ხელისუფლება გაედინება მეორეს იჭერს აპატიმრებს მოვა მესამე აკეთებს იგივეს ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ თბილისს ჩემის აზრით უნდა ყავდეს მერი რომელიც დატოვებს ახმას ყველა თბილისში რო ის არის ყველასი მერი და არ გვინდა არც ერთ ჩვენთაგანს ვიხილოთ თბილისი სადაც ერთ ჭკუაზე იცხოვრებს ყველა და არ იქნება განსხვავებული მოსაზრებები რა თქმა უნდა იყოს შეცდომები და გადაცდომები მაგრამ გულახდილად ვაბობ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუნდაც წელიწად ნახევრის უკან რომ ქართული ოცნება აღმოჩნდებოდა იმდენად უნიათო და იმდენად არაკომპეტენტური რომ ყველაფერ იმ მანკიერს განავითარებდა და ყველაფერ იმ პოზიტიურს რაც არსებობდა წლების განმავლობაში აბსოლუტურად ჩაკლავდა ეს არის ჩემთვის ძალიან სამწუხარო იმიტომ რომ დრო გადის ჩვენ 260 წელიწადი ვერ ვცხოვრობთ ჩვენ ხვალინდელი დღე გვინდა დღეს და ძალიან სამწუხაროა რომ ეს ურთიერთდაპირისპირების პოლიტიკა არ თავდებოდა მიმაჩნია 12 ივლისს არის უნიკალური შანსი რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ დადგეს და ძალთა ბალანსი შეიქმნას ქალაქში. დიდი მადლობა. გთხოვთ ბატონო დავით. მე გეთანხმებით რომ დედაქალაქში თბილისში ამ თვალსაზრისით ძალიან მწვავე პრობლემები არსებობს და ჩვენმა ხელისუფლებამ ამაზე ზრუნვა ჯერ კიდე გასულ წელსვე დაიწყო. გახსოვთ თქვენ პრემიერ-მინისტრის დავალება რომლის საფუძველზე სწორედ მე როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ დამევალა თბილისში პირველი სოციალური საცხოვრისის პროექტის მომზადება და მშენებლობა. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც წლების განმავლობაში გარეთ ათევდნენ ღამეს და იყინებოდნენ და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე ლეტალურად დამთავრდა. და სწორედ ჩვენ შარშანდელი ზამთარი გადავატარეთ კარვებით, მაგრამ მოვამზადეთ ცივილური პროექტი, რომლის საფუძველზე თბილისში შენდება 240 ბენეფიციარზე გათვლილი სოციალური საცხოვრისი. მეორე, დედაქალაქის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული დამატებით სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული ხარჯები და ჩვენ ზურს არ შევაქცევთ არც ერთ ისეთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი, რომელსაც არ აქვს საცხოვრებელი ბინა და რომელსაც შეიძლება ზამთარში და ყინვაში გარეთ მოუწიოს ღამის თევამ და სწორედ თქვენი ხელისუფლების პირობებში იყინებოდნენ ეს ადამიანები ბატონო ნიკა გარეთ. საინტერესოა, რა გააკეთეთ, როცა იყავით შესაბამისი რაიონის ხელმძღვანელი ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასევე საყოველთაო დაზღვევის პროგრამა გავაკეთეთ და ძალიან ბევრმა ადამიანმა, ვინც წლების განმავლობაში შიშით ვერ მიდიოდა საავადმყოფოებში, ვინც სახლს ყიდიდა ან აგირავებდა იმის გამო რომ ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაერჩინა ეს პრობლემა ამ ადამიანებს მოუხსენით ამიტომ სოციალური ფონი და უზრუნველყოფის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება და მას შემდეგ რაც თბილისი გახდება რეგიონის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ცენტრი, რაც საშუალებას მოგცემს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისა, რაც საშუალებას მოგცემს იმისა, რომ მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მდგომარეობა იქნება უკეთესი და ისინი თვითუზრუნველყოფილები იქნებიან. დედაქალაქის მოსახლეობის ეკონომიკური დონე უფრო მაღალი იქნება და რა თქმა უნდა, სულ უფრო ნაკლებ ადამიანს დაჭერდება მხარდაჭერა. მადლობთ. ტელეკომპანია კავკასია
თამარ მერაბიშვილი. მოგესალმებით ორივე კანდიდატს. პირველ რიგში ბატონიკა თქვენთან მექნება შეკითხვა, უკვე ცნობილია რომ საკრებულოში უმრავლესობა ეკუთვნის ქართულ ოცნებას. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაიმარჯვებთ, როგორ აპირებთ მათთან მუშაობას, იქნება ეს ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაცია თუ პოლიტიკური დაპირისპირებები, თუ აი როგორ ფიქრობთ რომ დაიწყებთ მათთან ერთად საქმის კეთებას და ბატონო დავით თქვენთან ეს მსგავსი კითხვა მექნება, თუ თქვენ გაიმარჯვებთ მერიაში დაგხვდებათ გიგი უგულავას გუნდი. რა გეგმავთ თუ არა საერთო საკადრო ცვლილებებს, რა მასშტაბის იქნება ეს საკადრო ცვლილებები და იქნებ გაგვიმხვილოთ რამოდენიმე ადამიანი მაინც ვისთან ერთადაც გეგმავთ რომ თბილისი მართოთ. საკვანძო სფეროს ვის ჩააბარებთ. მადლობა. ბატონო დავით თქვენ იწყებთ. დედაქალაქის მერიაში აუცილებლად განხორციელდება სტრუქტურული ოპტიმიზაცია. ეს გულისხმობს ერთი მიმართულებით იმ სტრუქტურების დამატებით შექმნას, რომლებიც აუცილებელია ჩვენი პროგრამის უზრუნველყოფისთვის. ეს არის თანამედროვე სტრუქტურები, რომლებიც ინოვაციაზე, განვითარებაზე, ანალიტიკურ საქმიანობებზე იქნებიან ორიენტირებული. მეორეს მხრივ, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების შეკვეცა მან გაუქმება მოგვიწევს, მაგრამ ჩვენი უმთავრესი და ამოსავალი პრინციპი იქნება ის, რომ ამ სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად არ დაზარავდნენ ის ადამიანები, რომლებიც არიან კვალიფიციურები. ამიტომ ჩვენ შევინარჩუნებთ ყველა კვალიფიციურ კადრს, რომელიც დღეს დედაქალაქის მერიაში მუშაობს. მაგრამ გახსოვთ ძალიან ბევრი მომხრეები ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, რომლებიც მასიურად დაასაქმეს სხვადასხვა სამეთვალყურო საბჭოებში. თვეები ისე გადის, რომ ეს ადამიანები სამსახურებში არ ცხადდებიან და არ აკეთებენ. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ყოფილი მაღალჩინოსანი, მძღოლად, დამლაგებლად და ასე შემდეგ არის გაფორმებული და ათასობით ლარს ღებულობენ შრომის ანაზღაურების სახით. ცალკეული თანამდებობის პირები ერთის ნაცვლად ორ ადგილზეა გაფორმებული და დამატებით მეორე შრომის ანაზღაურებას იღებენ. ესეთი ადამიანების ადგილი თბილისის მერიაში ვერ იქნება და ამასთან დაკავშირებით ვიქნები ძალიან კატეგორიული. და ესეთი ადამიანების გაშვების შემდეგ ის ადგილები, რომლებიც იქნება ვაკანტური, ღია და საჯარო კონკურსების საფუძველზე შევარჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც გარეთ არიან, რომლებიც ეძებენ სამსახურს და არიან კვალიფიციური ადამიანები. მე დარწმუნებული ვარ, რომ კვალიფიციური ადამიანებისგან დაკომპლექტებული თბილისის მერია გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება, გაცილებით უფრო შედეგზე ორიენტირებული იქნება, ვიდრე ის დღემდე ყოფილა. დიდი მადლობა. გთხოვთ. ბატონო დავითო, რა გააკეთეთ თქვენ თაწმის რაიონში და მე ბატონო დავით აუცილებლად მოგატარებთ თაწმინდის რაიონს და განახეთ რა გავაკეთეთ. მე დაგიჯერებდით მაშინ თქვენ როდესაც 10 წლის განმავლობაში თქვენ რო გამოხვიდით და თქვათ, ვაჟკაცურად რო თქვათ, იცი რა ეს გაკეთდა, ნამდვილად გაკეთდა, ყველამ ვიცით. მაგრამ აი ეს იყო პრობლემა, ხომ? თქვენ გამოდიხართ და ისეთ ბუნებფერებში წარმოაჩენთ წინასწარ, თითქოს არაფერი არ გაკეთებულდა. აქ არის თქვენი სიყალბე, სამწუხაროდ ბატონო დავით. ამიტომ რაც შეეხება თან თქვენ რა კითხვა დამისვით კონკრეტულად განსხვავებული ვიდრე საკრებულოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ სხვა კონფიგურაციის საკრებულო მივიღეთ და იქ უმრავლესობით ქართული ოცნება არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, მე ვერანაირად პრობლემას ვერ ხედავ, პირიქით, ჩემი სუბიექტური აზრია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი თბილისში ამაში მეთანხმება, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას ძალთა ბალანსი სახელმწიფო რგოლებს შორის. უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია და მე ვფიქრობ, რომ წინა წლებში ესეთი ბალანსი რო ყოფილიყო, ეს კარგი იქნებოდა დამატებით წინა ხელისუფლებისათვის და ამ ამოცემულობის არარსებობამ დათული სამსახური გაუწია წინა ხელისუფლებას. მინაჩნია, რომ მერიაში ბატონი დავით ნარმანიას მეთაურობით უბრალოდ არ მინდა გავიდეს პოსტ რაღაცა არჩევნები, რაღაცა პერიოდი, რომ ყველამ დავიჯეროთ. არის ადამიანი, რომელსაც ელემენტარულად არ შეიძლება დამოუკიდებლად ელემენტარული გადაწყვეტილების მიღება და მან ძალიან კარგად ეს იცის. ვინ კითხავთ ბატონო დავით, თქვენ ვითი დააკომპლექტებთ ან რითი დააკომპლექტებთ მერიას. თქვენ კიდევ ერთხელ დავგწინით, ისევე დავგწინით, როგორც დავგწინოდით, რომ 100 საწარმო შეიქმნა. ისევე დავგწინით, რომ 220 ლარი უნდა გამختارიყო პენსია, მაგრამ წელს თქვენ განაცხადეთ, რომ არც ერთი ლარით არ იზრდება პენსია. ისევე დავგწინით, რომ თითქოს თქვენ საჯარო სამსახურებში თქვენი ნათესავები და თქვენი მეგობრებით არ დააკომპლექტეთ. აი ეს დამცინავი ტონი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ ბატონო დავით და ძალიან გთხოვთ თუ კი საუბრობთ პრობლემებზე, ისაუბრებთ იმ ჭრილში, რომ კარგიც გაკეთდა, იმიტომ რომ თუ კი პრობლემებზე ვისაუბრებთ, თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რაღაცები შეიძლება მეტად არ მოწოდა, ვიდრე თქვენ, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ თქვენ თითქოს არაფერი კარგი არ მოხდარა. ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებას სწორად შეაფასებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჟურნალისტებს საინტერესო კითხვებისთვის. ახლა ჩვენ გადავდივართ ჩვენი დებატის მესამე ნაწილში. მესამე ნაწილი შედგება ასე. თითოეული კანდიდატი მეორეს უსვავს კითხვას 1 წუთის განმავლობაში.
პასუხი გაიცემა 2 წუთის განმავლობაში, პასუხს მოყვება კომენტარი 1 წუთის განმავლობაში და შემდეგ დამაზუსტებელი ისევ კომენტარი შეუძლია მოწინააღმდეგე თქვას. პირველად ბატონი ნიკა დაусმევს კითხვას ბატონ დავითს. დაусვამ კითხვას და იმედია პასუხს გამცემთ გულწრფელად. ხო ბატონო დავით? რამდენად მიგაჩნიათ სწორი განცხადებები თქვენ იცით ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ წელიწადიდან 8 თვის თავზე იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე დაპირდნენ. და მთელი რიგი ასე თქვათ პროექტები დაასახელეს. მაგრამ ცალსახად თქვეს, ჩვენ უკვე გავაკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე დავპირდით საქართველოს მოსახლეობას. ეთანხმებით ამ განცხადებებს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. ერთი პერიფრაზას არ ვაკეთებ, ვამბობ, გავაკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე საქართველოს მოსახლეობას წინა საარჩევნოდ 2012 წლამდე დავპირდით. ეთანხმებით ამას ბატონო დავით, თუ არ ეთანხმებით, შეგახსენეთ, ეს განცხადება გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ დაპირებები, რომელიც კოალიცია ქართულმა ოცნებამ 2012 წელს წინა საარჩევნოდ გასცა, ან შესრულებულია, ან შესრულების პროცესია. პრაქტიკულად შეუსრულებელი ვალდებულებები, რომელზე მუშაობა დაწყებული მაინც არ არის, ესეთი ვალდებულებები ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს. თუმცა საზოგადოების მხრიდან, რა თქმა უნდა, მოლოდინი უფრო მეტზეა. მოლოდინი არის იმაზე, რომ სულად აღდგება ქვეყანაში სამართლიანობა. მოლოდინი არის იმაზე, რომ სოციალური თვალსაზრისით უფრო უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი საზოგადოება. მოლოდინი არის იმაზე, რომ ქვეყანა ეკონომიკურად უფრო განვითარებული იქნება. ამიტომ ჩვენ ძალიან აქტიური მუშაობა მოგვიწევს და ძალიან დიდი ძალისხმევა მოგვიწევს იმაზე, რომ აქტიურად ვიმუშაოთ და ყველა დანაპირები, რომელიც ჩვენ გავეცით, შევასრულოთ. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა, მე ასევე წამყვანის მეშვეობით გადმოგცემთ ბუკლეტს შეადარე, სადაც ერთ მხარეს არის ინფორმაცია იმაზე თუ რა კეთდებოდა თქვენი ხელისუფლების პირობებში, მეორე მხარეს არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა გავაკეთეთ ჩვენ და ძალიან ბევრი თვალსაზრისით თქვენ სვეტში 0 წერია. არაფერი კეთდებოდა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. აქედან გამომდინარე თქვენ შეგიძლიათ ბატონო ნიკა უნდა დაამთავროს. ჩვენ დღეს ეს დაურიგეთ ამომრჩევლებს და დავიწყეთ ძალიან საინტერესო კამპანია შეადარე, რათა ამომრჩეველმა მეტი ინფორმაცია მიიღოს იმასთან დაკავშირებით თუ რა გავაკეთეთ ჩვენ. გეთანხმებით იმაში, რომ მეტი აქტიურობა დაგვჭირდება და საკუთარ თავს მე მოუწოდებ იმას, რომ ყოველთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ იმისათვის, რომ ყველა დანაპირები შევასრულოთ. რა თქმა უნდა, ყველა დანაპირები ჯერჯერობით შესრულებული არ არის, მაგრამ ხაზს უსვამ იმას, რომ თუ დაწყებული არ არის, ესეთი არ არსებობს, ან შესრულებულია, ან მიმდინარეობს მათი შესრულება. კონკრეტულ ფაქტებს და კონკრეტულ, ასე თქვათ, ინფორმაციას დაველოდებით. ადლობთ. რეპლიკა. ქართულად დავსვი კითხვა ბატონო დავით, კონკრეტულად გიპასუხეთ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ალბათ ორივე მათგანი ეხლა ჩვენ გვიყურებს. მოგესალმებით ბატონო ბიძინა, მოგესალმებით ბატონო ირაკლი. თქვენ თქვით, რომ იმაზე მეტი შევასრულეთ, ვიდრე დავპირდით 2012 წელს საქართველოს მოსახლეობას. მე ეს კითხე და თქვენ წახვედით სხვაგან, ბატონო, თუ გახვედით ამ იმიდან სიბრციდან, აბსოლუტურად სხვა რაღაცა დავსვი. ეთანხმებით ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას თუ არა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ აი ელემენტარულადაც ის გამბედაობა არ ყოფნით, რომ თქვენი, ასე თქვათ, ხელმძღვანელობის მოსაზრების საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვათ. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ როგორც თბილისელი, როგორც ამ ქალაქში დავადე და არა როგორც მერობის კანდიდატი. ძალიან მწუხარ ბატონო დავით, რომ თქვენ გაქვთ პრეტენზია იმაზე, რაზეც გაქვთ პრეტენზია, იმიტომ თქვენ ელემენტარულად არ შეგიძლიათ რომელიღაცა ადამიანის მოსაზრება ან გააკრიტიკოთ ან არა, იმიტომ რომ ეს ვერტიკალში და სპირალში ხართ თქვენ, სადღაცა ქვევით და ზევით არის ძალიან ბევრი ადამიანი. სამწუხაროდ მე მარტო დიდი მადლობა. კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ ამ რეპლიკაზე. მე თქვენ დაგისახეთ ამოცანა ბატონო ნიკანორ, ერთ მხარეს დაიდეთ ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა 2012 წლისა და მეორე მხარეს დაიდეთ ის ბუკლეტი, რომელიც გადმოგეცით. ანალიზი და შედეგები და მისი გავრცელება თქვენთვის მომინდვია. ერთი წუთი. კონკრეტულ კითხვა დავსვი. დაამთავრეთ ბატონო დავით. სხვა რეპლიკას მე ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო ნიკა, შეიძლება თქვენ არ დაგაკმაყოფილოთ ოპონენტის პასუხმა, მაგრამ ძალიან გაინტერესებს კონკრეტული პასუხი, ვეთანხმებით და
ძალიან კარგად შეგიძლიათ ნახოთ, რომ იქ არის ესეთი ინფორმაცია. ჩვენ ვეთანხმები იმას, რომ განსჯის მაყურებელი განსჯის ამას. გაკეთდა რაც პროგრამაში არც გვეწერა და შეგიძლიათ ნახოთ. კონფლიქტის პირასოფლების მაგალითს მოვიყვა, რომელიც მიგდებული იყო თქვენი მართლობის პირობებში და ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. ბატონებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეიძლება თქვენ არ დაეთანხმოთ ოპონენტის პასუხს, მაგრამ ამისათვის აქ არა ვართ შეკრებილი, ტელემაყურებელი განსაზღვრავს ამომრჩეველი იმას, თუ ვინ არის გულწრფელი. ეხლა თუ შეიძლება, აი კი კვლავ მოგეცემათ ხო სიტყვები. ეხლა ბატონო დავით, თქვენი ჯერია, თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ ერთი კითხვა თქვენს ოპონენტს. თქვენ ბატონო ნიკა უხვად გაეცით დაპირებები ამ არჩევნების დროს და მათ შორის ისეთი დაპირებებიც, რომლებიც თქვენს პროგრამაში არ არის ასახული, იმიტომ რომ თქვენ ვრცელი პროგრამა არ ქონია და მხოლოდ თეზისები გაქვთ. მათ შორის გაეცით ისეთი დაპირებები, რომლებიც თბილისის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება, მაშინ როცა თქვენ წააგეთ და თქვენმა გუნდმა წააგო საპარლამენტო არჩევნები და პარლამენტში არ გაქვთ უმრავლესობა. მაშინ როცა თქვენ წააგეთ საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ როცა თქვენ წააგეთ თბილისის აგრებულოს არჩევნები, როგორ წარმოგიდგენიათ იმ დაპირებების შესრულება, რა დაპირებებზე თქვენ საუბრობთ. ოღონდ არა ზოგადად, ძალიან კონკრეტულად. ძალიან კონკრეტულად მაინტერესებს განსაკუთრებით ისეთი საკითხები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებას განეკუთვნება. რომელიც ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებას განეკუთვნება. როგორ აპირებთ მაგალითად გააკეთოთ ის არარეალური პროექტი, რომელიც თქვენ წარმოადგენთ გათბობის სისტემებთან დაკავშირებით. მას 5 მილიარდ ლარზე მეტი ჭირდება. არის მის კითხვა არის მის დიდი ბოდიში, როგორც გაიგეთ. კიდევ ერთხელ დააფიცეთ ბატონო დავით, რომ სამწუხაროდ ამაში ხა მე ნიშნის მოგებით არ ვამბობ, აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხარ, იმიტომ არ შეიძლება ეს იცოდეთ. პროექტი, რომელიც ჩვენ განახორციელებთ უკვე, გითხრათ მე-5 კვარტალში, მე-3 მიკროში, მე-20 კორპუსზე თემკის დასახლებაში. პროექტი გაზმომარაგების მზის ენერგია პასუხობ მზის ენერგიისა და გაზმომარაგების ერთობლივი სისტემა, რომელიც ზაფხულში აბსოლუტურად არის პრაქტიკულად ნულოვანი ხარჯი ცხელ წყალზე და გათბობაზე და ზამთარში 30%-ით ცირდება და ამ ოჯახებში კონკრეტული სიკეთე უკვე შევიდა. 50 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი ბატონო დავით, გამარჯვების შემთხვევაში ჩემი ამ პროექტზე, რომელიც ვინამესაკუთრე და ამხანაგობის პროგრამა, თქვენ ხსმენიათ ალბათ არის ესეთი პროგრამა თბილისში, რომელიც წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, 90 თანაფარდობა თანამონაწილეობა იქნება. 90%, 50 მილიონი ეს ჯდება გეტყვით, თქვენზე განსხვავებით, ეს ჯდება გაცილებით იაფი, ვიდრე ჯდება ინდივიდუალური წყლის გამოთვლებელი სისტემა, რომელსაც უმრავლესობა თბილისელები აყენებენ. სახლში თუ კი ოჯახში თქვენ დააყენებთ 3500 ლარიდან 4000 ლარამდე წყლის გამოთვლებელი სისტემა ჯდება. 90% თანაფარდობა გამოიწვევსო თითოეულ ოჯახს ექნება მხოლოდ გადასახდელი 1600 ლარი, ვისაც ექნება. ეს არის მომავალი პროექტი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ეს არის პროექტი, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო და პროექტი, რომელიც არის ენერგოეფექტური. ამიტომ ბატონო დავით, იმაზე რაზე თქვენ არ ახართ, თქვენ ბუღალტერი ბრძანდებით პროფესიიდან. მე არ ვარ ეხლა ნამდვილად კომპეტენტური ბუღალტერიაში და არ დაგიწყებთ კამაც იმაზე, რაც შეეხება დაპირებებს ბატონო დავით. აი აქ არის ის დაპირებები, სპეციალურად წამოვიღე და გცხვენოდეთ მართლა, ის დაპირებებია, რომელიც ვერც ერთი კი არ დაძარით, ვერ შეასრულეთ. შეადარეთ არ უნდა, აი მე მოვალ, თქვენ ახლა არ მოხვათ, აი ეს ბატონო დავით, აი ეს გადაეცით თქვენს ხელმძღვანელობას, წაიღეთ თან თქვენ, ეს არის ის გრძელი დავთარი, რომელიც არათუ გააკეთეთ, ვერ დაძარით ბატონო დავით, მე ავიღეთ თქვენი, თქვენ აიღეთ ჩემი. კი ბატონო და ცხენოდეთ მართლა იმ დაპირებების არ არის ბატონო დავით, ეხლა გექნება თქვენ დრო ამოიწურა პასუხისათვის. ბატონო დავით, თქვენ გეძლევათ 1 წუთი რეპლიკისათვის, გთხოვთ. მე დავსვი კონკრეტული კითხვა, როგორ აპირებდა ის იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს არის პოლიტიკური კონიუნქტურა ქვეყანაში, შესაბამისი საკითხები დაიძრა. მათ შორის ისეთი საკითხები, რომელიც არ განეკუთვნება ცენტრალური, რომელიც არ განეკუთვნება თბილისის თვითმმართველობის უფლებამოსილებას და არის ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილება. როცა თქვენ ისეთ არარეალურ პროექტს მიიტანთ დასამტკიცებლად ცენტრალურ ხელისუფლებასთან, როგორიც არის მაგალითად თქვათ ამ გათბობის სისტემებთან დაკავშირებული პროექტი. რა თქმა უნდა, ამაზე თანხმობა ვერ გექნება და ამაშია სწორედ საქმე. 9 მილიონზე მეტი დაჯდა 36 ოჯახისთვის ამ პროექტის განხორციელება და მეცნიერების დასკვნა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ
ძალიან ძვირია ეს. 13,000-ზე მეტი ვლარი უჯდება ერთ ოჯახს და ისეთნაირად გაკეთდა ეს, რომ ზაფხულის განმავლობაში კი იღებს ენერგიას, მაგრამ არა საკმარისს იმისათვის, რომ ცხელი წყლითაც მოამარაგოს და გათბობითაც მოამარაგოს. მადლობთ. ზაფხულის განმავლობაში და გეთახმებით, მაგრამ ბატონო დავით, აღარ ისმის ხმა. რატომ არის მიერთებული ეს კოსმოსი თუ ყველაფერს უზრუნველყოფს? დიდი მადლობა. ეხლა ერთი დიდი ბოდიში ბატონო დავით. თქვენ კიდევ გექნებათ ბატონო დავით დრო. ბატონო ნიკა, ერთი წუთი კომენტარისთვის ამ რეპლიკაზე თუ გნებავთ გამოიყენეთ. კი ბატონო, როგორ გააკეთეთ და გავაკეთეთ ბატონო დავით, აბსოლუტურად რეალური ალტერნატივა ამას არ აქვს. აღარ დაბრუნდება ის დრო, როდესაც ცენტრალური გათბობა იქნება ქვეყანაში, აღარ დაბრუნდება საბჭოთა პერიოდი ბატონო დავით. ეს არის თანამედროვე სისტემა გაზმომარაგებისა და მზის ენერგიის სისტემა. ანუ როდესაც მზის ენერგია არ არის საკმარისი, ეხმარება გაზი, მარტივად რო აგიხსნათ. აქედან გამომდინარე ზამთარში 30%-ით მცირდება, მაგრამ ზაფხულში როდესაც მზის ენერგია არის საკმარისი, აბსოლუტურად არის ნულოვანი ხარჯი და გიხსნით და გეუბნებით, რომ ამაზე არ ექნება არავის, ასე ვთქვათ, მონოპოლია, ძალიან ბევრი კომპანია, ვინც ამდაგვარ სერვისს თავაზობს, ეს არის ის სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში გაიაფთება, უფრო და გაიაფთება. ძალიან ვთქვათ, ბატონო დავით, ნუ შეკავთ შეცდომაში საზოგადოება, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თვალსაჩინოა ის თქვენი ტყუილები, რაც არაერთი თქვით უკვე ამ ასე ვთქვათ დებატებში და მე ვფიქრობ, ნუ დავცინით, არ გითხარით, თქვენ რა იცით, ბატონო, წამობრძანდით. დრო ამოიწურა, მესამე ეტაპის დრო ამოიწურა, ერთი წუთი ბატონო ნიკა. ბატონო ნიკა, თქვენ მოგეცემათ ეხლა საშუალება. აი, მისმინეთ, ეხლა იწყება, არის მის ბატონო ნიკა თქვენი საუბარი, ეხლა იწყება ჩვენი დებატის მეოთხე ნაწილი. მეოთხე ნაწილის შემთხვევაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიმართოთ მაყურებელს, თქვათ ის, რაც დღეს არ გითქვამთ, ან თქვათ ის, რისი თქმითაც თქვენ აპირებთ მეტი ხმების მოპოვებას გამარჯვებისთვის, ან თქვათ ის, რაც თქვენ გენებებათ. ამისათვის გამოყოფილი გაქვთ 2 წუთი. ბატონო ნიკა, თქვენ იწყებთ. მე კიდევ ერთხელ დავწმუნდი და სიმართლე გითხრათ, აი მართლაც სადღაც კიდე არ მჯეროდა ის, რაც ახლა მე აქ ვიხილე, ძვირფასო თბილისელებო, მე ვფიქრობ, ყველაფერი არის ნათელი, სამწუხაროა, რომ არის საშიშროება იმისა, რომ რაც მოხდა 2 წლის განმავლობაში თბილისის მიღმა ქალაქებში, სადაც შეჩერდა განვითარება, შეჩერდა პროექტები, როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული და ამას ნათლავენ ისე, როგორც თითქოს გრძელდება განვითარება, ცხოვრება მშვენიერია, ელდორადოთ იქცა საქართველო და ეხლა თბილისი დაგვრჩა განსავითარებელი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე, რომ თბილისი აღმოჩნდეს 3 წლის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული, ვინაიდან კიდევ უფრო მეტი არაკომპეტენტური, უუნარო ადამიანების ხელში შეიძლება აღმოჩნდეს დედაქალაქის მმართველობა. და განსაკუთრებით ჩვენთვის სამწუხაროა, რომ არის საფრთხე, რომ დედაქალაქის მმართველობაში აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად აი დამოუკიდებლობისგან იქნება შორს. არ იქნება არც ერთ მარტივ და ელემენტარულ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი და ვფიქრობ, რომ თბილისელები ღირსნი არიან, რომ ავირჩიოთ ის კანდიდატი მერობის, რომელიც ანგარიშვალდებული პირველ რიგში იქნება თბილისელებთან და არ იქნება კვლავ ხათრით მიერ არჩეული, არამედ რეალურად ხალხი არჩევს თავისი წმენდიდან გამომდინარე. ეს შეცდომა ჩვენ მოდით რეტროსპექტულად ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ დაუშვით 1 წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტ მარგველაშვილის შემთხვევაში, როდესაც უბრალოდ აღარ მოეწონა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და დღეს ეს ურთიერთობა რა ფორმაში არის, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ და მით უმეტეს ბატონი ნარმანიას პირობებში ქალაქი, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, ფიქრობ, არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ და მიმაჩნია, რომ ყველანი ერთად, ძვირფასო თბილისელებო, უნდა გამოვცხადდეთ არჩევნებზე 12 ივლისს და გავაკეთოთ ის არჩევანი, რომელიც 3 წლის განმავლობაში თბილისს წაადგება და არა ერთ ადამიანს. დიდი მადლობა. გთხოვთ ბატონო დავით. მოგესალმებით. ძვირფასო თბილისელებო. პირველ რიგში მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ აქტიურობისთვის და იმ ხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ არჩევნების პირველ ტურში გამოხატეთ. თითეული თქვენთაგანის ძალიან აქტიური მხარდაჭერით ჩვენ თბილისის საკრებულოში მოვიპოვეთ აბსოლუტური უმრავლესობა და 25 მაჟორიტარი დეპუტატიდან გავიყვანეთ 24 დეპუტატი. თითეული თქვენთაგანის განსაკუთრებულ აქტივობაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება და რამდენად ღირსეულად ჩატარდება
არჩევნების მეორე ტური. თითეული თქვენთაგანის ხმა არის გადამწყვეტი და თითეული თქვენთაგანის ხმას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ იმას, რომ გააკეთოთ ღირსეული არჩევანი. გააკეთოთ ისეთი არჩევანი, რომელიც თბილისს და თბილისელებს ეკადრება. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის რაც ჩვენ გვიწერია ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში და ეს პროგრამა თითოეულ თქვენთაგანს გადმოგეცათ. იქნება გაკეთებული ნაბიჯ-ნაბიჯ და ჩვენ მოახერხებთ იმას, რომ თბილისი გახდება მართლაც ჩვენი რეგიონის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ცენტრი, სადაც თითოეული ადამიანი უფრო კომფორტულ გარემოში იცხოვრებს, სოციალურად იქნება უფრო მეტად უზრუნველყოფილი. თითოეულ ადამიანს ექნება თავისი სარჩო. მე დარწმუნებული ვარ იმას, რომ თბილისი იქნება შესაბამისი ახალგაზრდული ქალაქი, უფრო ცოცხალი ქალაქი, უფრო მეტად განვითარებული ქალაქი. ჩვენ მზად ვართ იმაზე, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა და ის მძიმე მემკვიდრეობა, რა მძიმე მემკვიდრეობა ჩვენ გვერგება დედაქალაქში და მძიმე მემკვიდრეობა არის განადგურებული და პრაქტიკულად ისეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი დედაქალაქისა და ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ყავს. თითეული თქვენთაგანის აქტიური მხარდაჭერა ჩვენ განსაკუთრებულ იმედს მოგცემს და ჩვენ განსაკუთრებულ ძალას შეგვმატებს იმისათვის, რომ დღე და ღამე ვიმუშაოთ და თბილისი მართლაც ისეთ ქალაქად ვაქციოთ, როგორიც დღეს ძალიან ბევრი ევროპული ქალაქია. მობრძანდით არჩევნებს. დიდი მადლობა ბატონო კანდიდატებო. მე ვფიქრობ, რომ თქვენ დღეს გაართვით თავი თქვენს დასახულ ამოცანას. მე ვფიქრობ, თქვენ შეიძინეთ ახალი ამომრჩევლები. და ახლა მივანდოთ ჯერი ამომრჩევლებს 12 ივლისს გამოხატონ მათ თავისი ნება. მე გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს. კარგად მზადდებოდეთ. საარჩევნო დებატი თბილისის მერობის ორ კანდიდატს შორის დასრულებულია. მადლობა ყველა მონაწილეს, ორგანიზატორებს, USAID-ს, IFES, საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველა იმ ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც ეს დებატი წარიმართა. მათ ვინც ვერ ნახა ეს გადაცემა, შეუძლია მეორე არხის ეთერით ხვალ 13 საათსა და 30 წუთზე იხილოს. მე ვიტოვებ იმედს, რომ მაყურებელი, რომელმაც დღეს ეს ტელედებატი მოისმინა, გააკეთებს სწორ არჩევანს. გისურვებთ წარმატებებს. ნახვამდის.